ნება მიმოდა წარმოგიდგინოთ პროექტ მიმღერეს მონაწილეები გიორგაძეები, მუსიკოსი რომა გიორგაძე და მისი მეუღლე ექიმი სალომე ზვიადაძე. საღამოს უდობისა, ჩემო ძვირფასო გიორგაძეებო, ესე ვარ გამოყოლილი, ხო იცი? სკოლის მერე გვარებით ერთმანეთს არ მოვიხსენიებდით ხოლმე, სკოლიდან მახსოვს და ახლა ისე ბუნებრივად და ასე კურსო ძალიან კარგად ხდება და თან ყველა სიკეთესთან ერთად რაღაცა სხვანაირად დაგვაახლოვა ამ პროექტმა მიმღერე, დაგვაახლოვა როგორც მეგობრული მართულები და არც მანამდე გვაკლდა ჩვენ, იმიტომ რომ დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს, მაგრამ გულისხმობ იმ შემადგენლობას, რომელიც ამ სეზონზე იყო წარმოდგენილი მართლაც ერთი მეორეზე უფრო ნიჭიერი ოჯახების სახით და მათში თქვენ მართლაც შესანიშნავად დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი და აქვე ვეტყვი ჩვენ ძვირფას მაყურებელს, რომ ბევრი ის მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ჟღერს ჩვენ შოუში, აი ჩემი რომა გიორგაძის ხელოვნება არის მასთან დაკავშირებული, ის როგორც არანჟირების ოსტატი და როგორც აი ხმის რეჟისორი, ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ამ ყველაფერს ამშვენებს და თავის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ხოლმე არა მხოლოდ ჩვენი, არაერთი ცნობილი ქართველი მუსიკოსის შემოქმედებაში და მადლობა ჩემო რომა შემოქმედებისთვის. ექიმი ვახსენე და მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი და კეთილშობილური სფეროს წარმომადგენელია სალომე და თუ როგორ შეუძლია მას სიმღერა ეს უკვე აჩვენა აი პროექტის განმავლობაში და დღესაც დაგვატყობენ ისინი თავიანთი ხელოვნებით. და ბატონო, ეს რაც შეეხება თქვა თქვენს შესანიშნავ ოჯახს და მე ერთი რაც მოვისაკლისე როგორც მაყურებელმა ეს არის რა, იცით რომ ვეღარ მივხვდით თქვენ გაყიდეთ ის მანქანა, გაგიფუჭდა თუ რატო აღარ არის ვიდეოები, რომელიც ბევრს უყვარდა ძალიან, მათ შორის მეც სიამოვნებით გისხედით, როგორ მღეროდით, როცა თქვენ იყავით მანქანის. როგორ დაიწყო ეს თქვენი მანქანის ეპოპეა? გია, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის. გადაცემაში ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ, თქვენთან ვართ და დიდი პატივია. შენი მეგობრობაც და შენს გადაცემაში სტუმრობა. ნამდვილად მეც არ შემიძლია დაგის დასტუროთ ჩემი პატივისცემა და სიყვარული და მადლობა მოგახსენებთ მოწვევისთვის. მადლობა. ძალიან სახალისო იყო ერთ-ერთი მოგზაურობის დროს შავწერეთ ეს ვიდეო და ხალხმა ძალიან შეიყვარა აიტაცა, მანქანა კიდევ ყავს და დავდივართ, მაგრამ ეხლა გადმოვინაცვლეთ აგერ ბატონო ესეთ მაგარ პროექტში, სცენაზე და თან ხშირად ვღერით ოჯახურ გარემოშიც მეგობრებთან ერთად და ბედნიერება, სიმღერა ბედნიერება. მართლაც ესეა. იცი რა მითხარი, მიმღერე ვახსენე და ვინ იყო ის, ვინც დაიკავშირდა და გითხრა, რომ სხვების სიმღერების არანჟირებას ცოტა ხანი თავი დაანებე და საკუთარს მიხედეო. ვინ დაგიკავშირდა და ვინ დაგიყოლია? მოკლედ დიდი ხანი ეს პროექტი ძალიან გვიყვარდა და ბევრი ჩვენი მეგობარი იყო, რამოდენიმეჯერ გადაღებებზეც ვიყავით. როგორც საქმიანად, ისე მეგობრულად დავესწარით ჩვენ მეგობრებს და მხარი დაუჭირეთ, ასე ვთქვათ და დაგვირეკა გაიკვირდება და ეკამა. დაგვირეკა და მოკლედ შემოგთავაზა პროექტში მონაწილეობა. მე არ ვდგავარ სცენაზე ესე დიდი დოზით და უფრო კულისებში ვარ და სტუდიიდან ვეხმარები ჩვენს მომღერლებს და ჩვენს არტისტებს ასე თუ ისე თავიანთი შემოქმედების წარმოჩენაში, მაგრამ სალო ფანტასტიკურად მღეროდა და სურვილი ყოველთვის იყო რაღაც შინაგანი, მაგრამ ვერ ბედავდით ამაზე ფიქრსაც კი, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობა იყო ამდენი ხალხის წინაშე გამოჩენა, მაგრამ იმდენად რომ დამირეკეს პირველი ვიფიქრე, რომ აი სალოს როგორ უთხრა და როგორ გავახარო ეს ყველაფერი და იმიტომ ისი ძალიან დიდი სურვილი იყო და მეც მხარი აუღია ამ ყველაფერში და დიდი პატივია და ბედნიერება და გამოვიდა მშვენივრად ავსავარია. კი, დაურეკე სალოს ეგრევე ძალიან გავახარე და ნამდვილად ძალიან გამიხარდა და მადლობა ამისთვის, რომ არ განაცხადე. მოდი, მაშინ სალომე ჩავეკითხები, ასე ვთქვათ, რომ როგორი ქონდა განცდა, ასე ვთქვათ, მოლოდინი და შემდგომ რა რეალობა დახვდა მიმღერეში. დავიწყებ იქედან ბატონო გია, რომ არა ვართ განებივრებული სახლში სიმღერით. აი უფრო მეგობრებთან, ოჯახის გარემოცვაში, როცა ვიკრიბებით ხოლმე, თორე მოგეხსენებათ ჩემი სპეციალობა მედიცინაა, რომაც მის საქმეში მუშაობდა, ასე ვთქვათ, ვითარდებოდით ამ წლების განმავლობაში და არ გვეცალა, რომ ასე ვთქვათ, და სამი შვილი. ხო, გვემღერა ხშირად, მაგრამ ეს ყოველთვის იყო, მით უმეტეს ჩემში, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობდა ჩემთვის ორი სიყვარული, ასე ვთქვათ, მედიცინა და მუსიკა. სიმღერა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ ასაკთან ერთად მივხვდი, რომ სიმღერა იყო მხოლოდ
ადგილი, რომელიც სიხარულს, თავისუფლებას მანიჭებდა, ხოლო მედიცინა იქნებოდა სპეციალობა, რომელიც სადაც ჩემი თავის გამოხატულების საშუალება და ადამიანებისთვის დახმარების გაწევის საშუალება მექნებოდა და რომამ ეს ყველაფერი გადასარევად იცოდა. სალოს უთხარი სხვათა შორის, რომ ეხლა შეიძლება ადამიანებს სიმღერითაც უმკურნალოთ. ამიტომ ვნახოთ აი. ცხადია, მან პირველ რიგში გაითვალისწინა ჩემი შესაძლებლობები, ჩემი სურვილები და მადლობა ამისთვის. მას და რომ დამირეკა, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიყავი. ძალიან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იმღერი არაჩვეულებრივი პროექტია, გადასარევი გადაცემა და პირიქით დიდი პატივი იყო მით უმეტეს თქვენთან ერთად და ასეთ ადამიანებთან ერთად ამ გადაცემაში მონაწილეობა და მადლობა. დაამშვენეთ ნამდვილად ეს სეზონი, შემიძლია გულწრფელად გიდგრავ. უღრმესი მადლობა. შემორობა, რადგან ვახსენეთ მანქანა და მე მახსოვს რომ პირველი სიმღერა რომელიც აი ვიდეოების სერიიდან ყოველთვის პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში, ეს იყო გოგი ცაბაძის ერთი შესანიშნავი ლირიკული სიმღერა, რომელიც კარგად იციან ცნობილი ქართული კინოფილმიდან, რომელიც ძალიან გიხდება თქვენ როგორც საოჯახო წყვილს და თან ხმების ესე ჰარმონიულად ერწყმის აი ამ სიმღერაში თქვენი და მოდი გადმოინაცვლეთ აქეთკენ ჩვენი შოუ სცენაზე და აქვე შევასრულოთ აი ეს დუეტი. დიდი სიამოვნებაა. ჩემგან სადარ წაგიყვანეს, მაინც ვეღარ დაგმალეს. სიყვარული სიბნელეშიც ხედავს თავის ნაგვალეს. სიყვარული თავის განოს, გულზე გვაწერს თავადა. სიყვარული არ იქნება ძალა და სიყვარული თავის განოს გულზე გვაწერს თავადა. სიყვარული არ იქნება ძალა და უმიზეზოდ გამირბიხარ, უმიზეზოდ მაწვალე. მაინც ვეღარ შეგელიე, სხვაზე ვეღარ გაგცვალე. ასე შორს ვინ წაგიყვანა, ასე როგორ დაგმალეს. ვერც მისამარც ვერ პოულო, ვერც მივაგენ მართვალებს. სიყვარული თავის განოს, გულზე გვაწერს თავადა. სიყვარული არ იქნება ძალა და ასე შორს ვინ წაგიყვანა, ასე როგორ დაგმალეს. ვერც მისამარც ვერ პოულო, ვერც მივაგენ მართვალებს. სიყვარული თავის განოს, გულზე გვაწერს თავადა. სიყვარული არ იქნება ძალა და დიდი მადლობა, შესანიშნავი შესრულება იყო, არ გაგიშვებთ თქვენ და ნება მივოძეთ თქვენი ოჯახის წევრები მოიპატიჟო სტუდიაში. ძვირფას მეგობრებო, გთხოვთ შეეგებოთ რომა გიორგაძის დას, დიანა გიორგაძეს და სალომეს მამიდაშვილს, თინათი გრძელიშვილს. ოფსადი. მოგესალმებით, მადლობა მომბრძანებისთვის.
აი ჩამთავრდა ეს პროექტი მიმღერე, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა და ეს შეგვადუღაბა, ასე ვთქვათ და მითხარით ორივე დიანა, თინათინ თქვენი შთაბეჭდილება მიმღერესა და აი მიმღერეს მონაწილეებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა სტუმრად მოწვევისათვის და იმისათვის, რომ ამაზე საუბარი გვიწევს ისევ ახლიდან. საოცრად ლამაზი პროექტია მიმღერე, ძალიან თბილი, იმთავითვე რომ საოცრად მღერადი ერი ვართ და მართლაც ყველა ოჯახში თუ არა ყოველ მეორე ოჯახში ისმის საქართველოში სიმღერა და არაჩვეულებრივი ოჯახები გავიცანით წინა სეზონებიდან და წელსაც ჩვენს გვერგვეს ბედნიერება რომ ჩვენი ოჯახი ყოფილიყო თანამონაწილე ამ პროექტის რომას და სალომეს სახით და ჩვენც მათ გვერდით ვართ ძალიან ლამაზად და საოცარი თავგადასავალი იყო მუსიკალური ყოველი ტურის ჩაწერა იყო ნამდვილი დღესასწაული და უდიდესი სიყვარული მივიღეთ ადამიანებისგან უდიდესი სითბო და მართლაც რომ უნდა ვიმღეროთ ქართველმა უნდა ვიმღეროთ, აბარა თანაც თუ გვერდით გომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღეროა, ნათქვამია და მართლაც სიყვარული რეალებს აი ამ პროექტის განმავლობაში და მის ირგვლივ რომ ალბათ ეს არის ის ზალა, რომელიც გამაერთიანებულად უნდა იქცეს მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. თინათინ თქვენ გადმოგცემთ სიტყვას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისათვის და აქვე მიიღეთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი. მიმღერე არის არაჩვეულებრივი გადაცემა, ეს არის კულტურული, გემოვნებიანი და ძალიან თბილი პროექტი. ჩვენთვის ერთგვარად სამაყო იყო, როდესაც ჩვენი უძვირფასესი ადამიანები იღებდნენ პროექტში მონაწილეობას და აქვე დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი დამოკიდებულებისთვის ჩვენს მიმართ, ჩვენი ძვირფასი ადამიანების მიმართ და ჩვენი ტრიოთი დაინტერესებისთვის. ანუ თქვენი ტრიო იქაც აგინიშნებდა, ახლა არ შემიძლია რომ ვთქვა, ჩვენს მაყურებელს მარტო მუსიკალური ნიშნით კი არა გასულ. ზალმულს რო ახსენებ, როგორც წესი რაღაცა უთანხმოება უფრო კონფლიქტები გვახსენდება. ამ შემთხვევაში პირიქით ისეთი შეხმატკილება და ჰარმონია იყო, რომ არ მინდა გავუშვა შესაძლებლობა ხელიდან და სწორედ ის სიმღერა ქეთი გაბისიანის შესანიშნავი ძალიან ლამაზი მელოდიური სიმღერა სახელწოდებით ბოკლომი მართლა თქვენ ეს ბოკლომი დაამსხვრიეთ ახსენით და ისეთი სითბო და სიამტკბილობა მოდიოდა თქვენი თანაჭღერადობიდან რომ მინდა რომ ეს ყველაფერი ჩვენი შოუს სცენიდანაც გაჟღერდეს. აუცილებლად. აბა Gamo uars nu ambo tfals aglicha Tamosadoni vars klaptadoli Tvaris mklase ne bivrodivit natobi Tamosadoni vars klaptadoli Tvaris mklase ne bivrodivit natobi Shen rak shveni sakhe gashvenis Tqarod nu miktsevsres Shini maps sheni surbili sheni gadamares Avuxni boklons dumili sokros Vitsi rom davkargavtkhas Chemo satkmelo jerat sutkmelo Sust gaktkva Ეხი სადაც დავადგი იქ ხვავია ლურს თვალებში ნუშები თოს მაყრია ფიქი ხარ ჩემი სხივი და ფრთები მინდა ავუხსნი ბოქლომს დუმილი სოქროს ვიცი რომ დავკარგავთქას შემოსათქმელო ჯერაც უთქმელო სურს გათქვა შენ რაკშვენი სახე გახშვენის წყაროდ ნუ მიქცევ წრეს ჟინი მაქვს შენი სურვილი შენი გადამარეს ავუხსნი ბოქლომს დუმილი სოქროს ვიცი რომ დავკარგავთქას Mosat
რაც უთქმელო სურს გაქრა ქალოდარდო უჩადრო უღრმესი მადლობა ეს ძვირფას სტუმრებს წარმატებები უშურვოთ მათ